ჩემო პატარა მეგობრებო, მოგესალმებათ ლელა მასწავლებელი. ჩვენ ერთად გავაგრძელებთ მოგზაურობას მესოპოტამიაში. ძველი წელთაღრიცხვით მე-18 საუკუნის დასაწყისში, მას შემდეგ რაც ზაგროსის მთებიდან მომთაბარე გუთიების შემოსევების შედეგად აქადის იმპერია დაეცა, დაიშალა მესოპოტამიის ქალაქ-სახელმწიფოების ერთიანობაც. მესოპოტამიაში განსაკუთრებით გაძლიერდა ბაბილონის პატარა სამეფო, რომელმაც წარმატებებს ჭკვიანი და ცბიერი ამურაველი მეფის ჰამურაბის დროს მიაღწია. ჰამურაბიმ დაიპყრო მთელი მესოპოტამია, ბაბილონი კი მის მიერ შექმნილი ახალი ძლიერი იმპერიის ცენტრად იქცა. ბაბილონს დაარსებიდან 6 საუკუნის მანძილზე ოფიციალური მმართველი არ ჰყოლია მანამ, სანამ ჰამურაბის მამამ, სიმუბალითმა ძველი წელთაღრიცხვით 1812 წელს თავი ბაბილონის მეფედ არ გამოაცხადა. თავისი მეფობის დროს სიმუბალითმა მოახერხა ბაბილონის სამეფოს გაფართოვება. მან დაიპყრო მრავალი ქალაქ-სახელმწიფო, მათ შორის ქიშის, სიპარი და ბორსიპა, რითაც საფუძველი ჩაუყარა თავისი მემკვიდრის, ჰამურაბის იმპერიის დაბადებას. ძველი წელთაღრიცხვით 1792 წელს სიმუბალითი ავად გახდა და ტახტიდან გადადგა თავისი შვილის, 18 წლის ჰამურაბის სასარგებლოდ. მმართველობის პირველ წლებში ჰამურაბი ორიენტირებული იყო ბაბილონის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე. მან ქალაქის თავდაცვის გაძლიერების მიზნით ბაბილონის გალავნის კედლების სიმაღლეში გაზარდა. ასევე მისი ბრძანებით, ბაბილონური ჯექა-ქუხილის ღმერთის, მარდუქისათვის მიძრვნილი რამდენიმე ახალი ტაძარიც აშენდა. ჰამურაბის ბრძანების თანახმად ყველას ეპატია სამეფოს წინაშე არსებული დავალიანება, რამაც მას პოპულარობა მოუტანა. ჰამურაბის მმართველობის პირველი 10 წლეული შედარებით მშვიდი იყო, მაგრამ ეს მანაც სანამ ძლიერი ელამის სამეფო მესოპოტამიაში არ შეიჭრა. ელამმა პირველად დაიპყრო ქალაქ-სახელმწიფო ეშნუნა, შემდეგ კი იერიში ბაბილონზე მიიტანა. ძალაუფლების განმტკიცების მიზნით ელამმა ლარსას სამეფოსა და ბაბილონს შორის ომის გაჩაღება სცადა. ელამელთა შეთქმულება გამომჟღავნდა. უცხოელი დამპყრობლების შეჩერების მიზნით ჰამურაბი და ლარსას მეფე რიმსონი ერთმანეთს დაუკავშირდნენ, მათ შეძლეს ელამის შეჩერება. მაგრამ ჰამურაბის გაღიზიანება ლარსას მეფის მიერ მცირე სამხედრო ძალის მობილიზაციამ გამოიწვია. ჰამურაბმა შურისძიება გადაწყვიტა. მან რამდენიმე მეზობელი ქალაქ-სახელმწიფო და სამეფო დაარწმუნა, რომ აუცილებელი იყო ლარსაზე თავდასხმა. ლარსაზე ალყა 6 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. ბოლოს ლარსა დაეცა. რიმსონმა გაქცევა მოახერხა, მაგრამ მალევე დაიჭირეს და სიკვდილით დასაჯეს. ჰამურაბიმ გააცნობიერა, რომ ის თავის სამხრეთელ მოკავშირეებზე ბევრად უფრო ძლიერი ხდებოდა, ამიტომ გადაწყვიტა მოკავშირეების ღალატი და მათი მიწების ხელში ჩაგდება. ყოფილი მოკავშირეების განადგურების შემდეგ ჰამურაბმა სამხრეთ მესოპოტამიაზე სრული კონტროლი მოიპოვა. ამ შემთხვევაში ბაბილონის მოკავშირე ქალაქ-სახელმწიფო მარი იყო. ბაბილონი კიდევ უფრო გაფართოვდა და გაძლიერდა. მარის გადაწყვეტილებამ რომ დახმარებოდა ბაბილონს სამხრეთ მესოპოტამიის დაპყრობაში და იქ ჯარები გაეგზავნა, თვით მარის სამეფოში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. ჰამურაბმა ისარგებლა მარიში შექმნილი უკმაყოფილებით, უღალატა მას და მის წინააღმდეგ თავისი ჯარები დაძრა. მან მოახერხა მარის დედაქალაქის დაკავება და მისი მეფის სიკვდილით დასჯა. ჰამურაბმა ვითომ და მოწყალება გამოიჩინა მარის მიმართ და მისი ქალაქები მცირე სოფლების სტატუსით თავისი მმართველობის ქვეშ გააერთიანა. ბაბილონის მეფე ამით არ შეჩერებულა. მისი გეგმა ასევე ითვალისწინებდა ასურეთში შეჭრას. ჰამურაბს თავისი ძლიერი არმია საშუალებას აძლევდა სწრაფად დაეპყრო ჩრდილოეთ შუამდინარეთში მდებარე ასურეთის დიდი ქალაქები. ასურეთზე გამარჯვებით მან ახლა უკვე მთელს მესოპოტამიაზე დაამყარა კონტროლი, თუმცა ამის შემდეგ მისი მმართველობა ხანმოკლე აღმოჩნდა, რადგან მძიმე ავადმყოფობის გამო იგი ძველი წელთაღრიცხვით 1750 წელს, 60 წლის ასაკში გარდაიცვალა. ჰამურაბი ბრძოლების დროს იყენებდა განსაკუთრებულ სამხედრო ტაქტიკას, ის მტრის ქალაქებთან მდინარეზე დროებით კაშხლებს აგებდა, რათა გამოეწვია ხელოვნური წყალდიდობა ან მოსახლეობა შიმშილით დაეხოცა. ეს დაუნდობელი სამხედრო მანევრი ბაბილონის სწრაფი გაფართოების მთავარი ფაქტორი აღმოჩნდა. ყველაზე მნიშვნელოვანი, რითაც ჰამურაბი ისტორიას შემორჩა, არის ჰამურაბის მიერ შექმნილი კანონთა კრებული, რომელიც შედგებოდა 282 მუხლისაგან და ცნობილია ჰამურაბის კანონების სახელით. ეს კანონები აერთიანებდა შუმერულ, აქადურ და ასურულ საკანონმდებლო ტრადიციებს და მის მიერ შექმნილ მრავალეთნიკურ იმპერიაში ასრულებდა ხალხთა შემაკავშირებელ როლს. ჰამურაბის კოდექსი აქადურ ენაზე იყო დაწერილი და 7 ფუტიან შავი დიორიტის სტელაზე ლურსმულად იყო გამოკვეთილი. სტელას ზედა ნაწილში გამოსახულია ჰამურაბი, რომელიც კანონებს იღებს ბაბილონის სამართლიანობის ღმერთისაგან, შამაშისგან. ეს კანონები თითქოს თანასწორობის პრინციპს იცავდა. მაგალითად, თუ ადამიანი სხვა ადამიანის თვალს დააზიანებდა, მაშინ დამნაშავის თვალიც უნდა დაეზიანებინათ.
თუ ადამიანი სხვა ადამიანს ძვალს გაუტეხდა, მაშინ მისი ძვალიც უნდა გაეტეხათ. მაგრამ ეს პრინციპი ძალიან შორს იყო თანასწორობის თანამედროვე სტანდარტებისგან. რადგან ბაბილონში საზოგადოება სამფენად იყოფოდა: მიწათმფლობელები, თავისუფალი ადამიანები და მონები. შესაბამისად, თუ ვინმე მოიპარავდა საქონელს ან ცხვარს, ან ვირს, ან ღორს, ან თხას და ქურდი სამეფო კარის წარმომადგენელი ან სასულიერო პირი აღოჩნდებოდა, მაშინ მას 30 მაგი ჯარიმა უნდა გადაეხადა. ასეთი სამართლებრივი ნორმა საჭირო იყო საზოგადოებრივი წესრიგის, ღმერთებისა და სამეფო ქონების დასაცავად. ხოლო თუ ქურდს არაფერი ჰქონდა ჯარიმის გადასახდელად, მაშინ ის სიკვდილით ისჯებოდა. თუ მამაკაცი მონა თავის ბატონზე იტყოდა, რომ შენ ჩემი ბატონი არ ხარო, მაშინ ბატონს უნდა დაემტკიცებინა, რომ ის მისი მონაა და მისთვის ყური უნდა მოეჭრა. ზოგიერთი კანონი განსაკუთრებით მკაცრი იყო ქალების მიმართ და მოითხოვდა მხოლოდ ბრალდებების აღსრულებას. მაგალითად, თუ კაცს მიუთითებდნენ, რომ მისი ცოლი სხვა კაცს ხვდებოდა, თუმცა ამას ვერ დაადასტურებდნენ, ცოლს ქმრის გამოწმინდა მდინარეში მაინც უნდა თავი დაეხრჩო. ჰამურაბის კანონებმა გავლენა იქონია შემდგომ შექმნილ რამდენიმე კანონზე, განსაკუთრებით ებრაულ იმ კანონებზე, რომლებიც ბიბლიის ძველი აღთქმის წიგნშია მოცემული. ბაბილონის იმპერიამ მცირე დროის განმავლობაში იარსება, შესაძლოა ეს გამოიწვია ჰამურაბის მიერ ბიუროკრატიული სისტემის მიმართ ნაკლებმა ინტერესმა. მისმა მემკვიდრეებმა ვერ შეძლეს უზარმაზარი იმპერიის შენარჩუნება, ის თანდათანობით დასუსტდა, ხოლო მომდევნო, ძველი წელთაღრიცხვით მე-16 საუკუნეში ჰამურაბის იმპერია განადგურდა. როგორც ვხედავთ, ჰამურაბმა შექმნა უზარმაზარი იმპერია და წარმატებით გაავრცელა მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი კანონთა კოდექსი. ახლა კი დაგემშვიდობებით, ჩემო პატარა მეგობრებო. თქვენთან ერთად შუამდინარეთში, ჰამურაბის ეპოქაში იმოგზაურა ლელა მასწავლებელმა.